ესე იგი, სანამ უშუალოდ ბოლსონერის ტექსტი გადავა, მანამდე მინდა ძალიან ისეთი მოკლე შესავალი სასამი წავიდოთ უნარიდი წერილიდან. ეს გახლავთ ესე იგი 1934 წელს მწერალთა პირველ საკავშირო კლუბის მუშაობის პერიოდში სოციალური შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახელმწიფო უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს საიდუმლო პოლიტიკურ განყოფილების თანამშრომლების მიერ ხო ამას ვერ ვიტყოდებია ამოღებული წერილი. ანუ საუბარი არის 34 წელს, რატო იმიტომ რომ კაკაბაძის ეს სერია სწორედ 1934 წელს არის შექმნილი. და 34 წელს, როდესაც ეწყობა ეს მწერალთა საკავშირო ყრილობა, ეს არის ის ყრილობა, რომელზეც მალაგია ტორჟელიძეების თავისი ცნობილი სიტყვა, სადაც იწყება სტალინის მიერ მიზანი მართულად ეს რეაბილიტაციის პროცესი ქართული მწერლების და პოეტების, იმიტომ რომ მას სულს დაიგეთოს ეს ზურგი იმისთვის, რომ უცხოეთს წარმოჩინდეს იმ სარბილზე, სადაც არის და ეს მიზანი მართული პროცესები, რომელიც ეს ყრილობა არის და აი ამ ყრილობის დროს გავრცელდა წერილი, საიდუმლო წერილი, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ანუ ეკავდეს მიერ და ეს არის რუსეთის ცენტრალურ არქივში დაცული წერილი, რომლის ნაცვლადაც ახლა წავკითხო, იქნა ამოღებული. რატომ ამის პირდაპირ კავშირი უნდა რავს კაკაბაძის ამბიციას, მაგრამ ვფიქრობ, რომ მთლიანად ეპოქის სირთულის და პრობლემატიკის საჩვენებლად იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ერთხელ უშუალოდ ტექსტი. ესე იგი, ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ ვფიქრებს და იმედებს იზიარებს საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი ყველა გულწრფელი, რამდენადაც საერთოდ შეიძლება იყოს გულწრფელი ჩვენ პირობებში მოქალაქე. ეს გვაძლევს უფლებას და უფრო მეტის ვალდებულებას ვისაუბროთ არა მხოლოდ საკუთარი სახელი, არამედ საბჭოთა კავშირის მწერალთა უმრავლესობის სახელით. ყველაფერი, რასაც მოისმენთ და რისი შემსწრეთ ახდებით მწერალთა საკავშირო ყრილობაზე, იქნება ანარეკლი უდიდესი ტყუილის, რომელსაც თქვენ მოგაწვდიან როგორც სიმართლეს. არ გამოვლისავთ შესაძლებლობას, რომ ბევრი ჩვენგანი, ვინც მონაწილეობას მივიღებთ ამ წერილის შედგენაში, ვიქნებით ყრილობაზე და თქვენთან კერძო საუბრის დროსაც კი სრულიად სხვაგვარად ვისაუბრებთ. იმისთვის, რომ ამაში გაერთვეთ, რთულიც არ უნდა იყოს ეს თქვენთვის მცხოვრებლებისთვის სრულიად განსხვავებულ პირობებში, უნდა გაიგოთ, რომ ქვეყანა აგებულა 17 წელია იმყოფება მდგომარეობაში, რომელიც სრულიად გამოურიცხავს რაიმე ტიპის შესაძლებლობას აზრის თავისუფალი გამოხატვის. ჩვენ რუსი მწერლები საროსტიკოს მეძავებს დამისხავსებთ. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ისინი საკუთარი სხეულით ვაჭრობენ, ჩვენ კი სულით. როგორც მათთვის არ არსებობს მომავალი ამ საროსტიკოს მიღმა მშიერი სიკვდილის გარდა, ასევე ჩვენთვის მეტიც, ჩვენი ქმედებებისთვის ისჯებიან ჩვენი ოჯახები და ახლობლები. აღარაფერზე აღარ ვსაუბრობ, რაღაც სახლში, რადგან სსრპ-ში მუშაობს დასმენის წრიული სისტემა. საშიშმა შემზარავმა აუცილებლობა ჩვენ მეძავებად გვაქცია. აქ ერთადერთი გამოსავალია სიკვდილი. ეს წერილი ბევრად უფრო ვრცელი იყო, ამას კონკრეტული ადამიანები ხელს არ აწერდნენ, თუმცა ვფიქრობ, რასაც ვამბობ, ის საილუსტრაციო თუ რამდენად რთულია ვითარება 30-იან წლებში უკვე, როდესაც საქართველოში მხატვართა კავშირში იწყება ეგრეთ წოდებული ბრძოლა ფორმალიზმის წინააღმდეგ, სადაც განიხილება დავით კაკაბაძის რიოჰესთან დაკავშირებით შექმნილი ნამუშევრები, აი ამის საილუსტრაციოდ მინდოდა რომ ეს ნაწილი მომეტანა. ახლა შემდგომ უშუალოდ მოსენების თემს. 1933 წელს დავით კაკაბაძე ქმნის რიოჰესისადმი მიძღვნილი ნამუშევრების სერიას. ეს არის 6 ნამუშევარი. მოვლენა საკუთრივ რიოჰესის ფუნქციონირების დაწყებას ემთხვევა და ძლიერი მისაღები არ არის, რომ ისიც არის კიდევ პროვოცირებული. რიოჰესი როგორც ბოლშევიკური ხელისუფლების გამარჯვების სიმბოლო და რიოჰესი როგორც კაკაბაძისეული მაშინიზმის მატერიალური ქმნილი იდეა. სურამის ყოველდღიურ გამოგმა ციტატა ლენინური ზაჰესი უკვე მთელი რიგი წლების განმავლობაში უსწრიდა თავისი ბევრად უფრო ძლიერი თანამოძღვრის სტალინური რიოჰესის დახმარებას.
ბერიას ციტატა არის. ან მეორე ციტატა არის ისევ ბოლშევიკებმა მთები გააღვიეს გოგუქარი მდინარე კინაბეტონის მარწუხებით შეგოჭრას მის წყალმა და სიმძლავრე ქვეყნის მშრომელი ხალხის საკეთილო ყალაბოდით წარმართეს ლეგენდარული ოქროს საწმისის მდინარეს სიმკვრივცხლე ამოსტაცეს იგივე ოქროს შუქად თეთრი ნახშირის მძლე ძალად აქციეს. აი მიოხეს. ეს ის პატენტიკა, რომელსაც ჰეროიკულ ინდუსტრიულ მარქსისტული კომპონენტის ნაერთის გასაძლიერებლად ეროვნული მოტივის დამატებით, რაც იმთავითვებს ეროვნულია ტოტალიტარული რეჟიმი, მასებს მისადაგებული პროპაგანდისთვის იყენებს და საბჭოთა მოდელირებულ რეალობას ხსავს. თითქოს ყველა ნიშნით დავით კაკაბაძის მიერ მიუღეს სისტემაზე შექმნილი ნამუშევრები რეჟიმის მეზობლად უნდა მოსწონებოდათ. მეტიც, მათში საკუთარი პროპაგანდისტული ხაზის გაგრძელება უნდა დაენახათ. თუმცა, 1926 წელს მხატვართა კავშირში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ფორმალიზმის წინააღმდეგ ბრძოლას მიეძღვნა, ერთ-ერთმა მოხსენებელმა და ის კაკაბაძის საკრით განსაკუთრებული არტესტის გამოირჩეოდა, თავის რუსულ გამოსვლაში აღნიშნა. ბოლო პერიოდია ციტატა მას პრეტენზია აქვს სოციალისტურ რეალიზმზე. მან გაუქმნა სამეოთხე ნამუშევარი რიოჰესის შესახებ. მახსოვს ამასთან დაკავშირებით ამხანაგები როგორ აღნიშნავდნენ, რომ ეს არის ნამდვილი გზა სოციალისტური რეალიზმისკენ. ვფიქრობ, ეს არასწორია, გამიხილოთ თუ რაც წარმოადგენს ეს ნამუშევრები. ამხანაგები საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იცვლება ჩვენი სოფლის იერი. დანაწევრებული მცირე ინდივიდუალური მეურნეობების ნაცვლად ჩვენ გვაქვს კოლექტიური სოფლის მეურნეობა. ამის შესაბამისად იცვლება პეიზაჟიც. მაგრამ ამხანაგ კაკაბაძეს დაწვრილმანებული სოფლის სამეურნეო სავარგულების ფონზე გადააქვს თავისი თემატიკა და ცდილობს ჩააწევოს რიოჰესი. ეს ურიცობაა, კრიტიკაა, მაგრამ კრიტიკა დუს. მურის თავადვაზე იყო ეს მომხსენებელი. ვახტანგ ბერდზე თავის მონოგრაფიაში დავით კაკაბაძის შესახებ წერს. ის მიემგზავრება სადგურის მშენებლობაზე, იხსნება ჰიდროელექტროსადგური, აკეთებს ჩანახატებს სასულეს რამდენიმე მომცრო კომპოზიციას აბარებით და გუაში, 34 წელს კი უკვე დიდ ფერწერულ კიბოს ზეთის საბაბავებით. თან კიდევ აქვე ნახსენებია ისიც, რომ დაზგური მხატვრობა დავით კაკაბაძე უბრუნდება სწორედ 33 წელს და სწორედ რიოჰესის შესახებ შექმნილი ნამუშევრები. ინტერვალზე დაზგურ მხატვრობაში არც სუბცლად და დეტალურად, თუმცა დავით კაკაბაძის შემოქმედების თითქმის ყველა მკვლევარი უთითებს, ეს გახლავთ დროითი მონაკვეთი, რომელიც იწყება ხელოვანის პარიზი და საქართველოში დაბრუნების მანავე, ან 27 წელს და მოიცავს ლომის 6 წელს. აღნიშნული არ იქნა საგებული თითქოს ამ დროს კაკაბაძეს საერთოდ წვეთ შემოქმედების საქმიანობას. ეს არის პერიოდი, როდესაც ის აქტიურად მუშაობს თეატრსა და კინოში, ქმნის ქართული ხელოვნების ისტორიის ისეთ ნიმუშებს, როგორიც არის მხატვრობა სპექტაკლებისთვის, ოქტომბერში სასწავლოთ რეჟისორი კოტი მარჯანიშვილი, ნინო შვილიშვილია, მხატვრობა ფილმისთვის ჯიმშვანტე 30 წელს, რეჟისორი მიხეილ კალტოზიშვილი, ბუბა, რეჟისორი მუცა ბობობერძე, თავად იღებს ფილმს ქართულ შუა საუკუნეების კულტურის შესახებ 34-ში და ასე შემდეგ. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დაზგურ ფერწერაში აღარ მუშაობს, ეს მისთვისაც ძალიან ესეთია აბსოლუტური მოვლენა არის და საზოგადოებისთვისაც. ეს ის ნამუშევრებია, რომელთა უმეტესობა ქართული მოდერნიზმის საუკეთესო ნიმუშებს შორის სახელდება, არასდროს აუწყო, რომ მათი ნაწილი მოძრაულად ძლიერ პროპაგანდისტულ ხასსაც შეიცავს ევროპული მხატვრული ტენდენციებს, ეს არის ჩამოთვალე ეს ფილმები და ეს ევროპული მხატვრული ტენდენციების გარდა მკაფიო ევროპული მხატვრული ხაზის კვლევის მიმართულება და ამასთან წარსულისა და თანამედროვეობის შესაძლო სინქრონიზაციის პრობლემის ანალიზი. დაზგურ მხატვრობაში კაკაბაძის შემოქმედებითი ინტერვალი ზემოდან ახსენებს, რომელზეც განხილვის თემა იქცა. ამჯერად ბევრად ავტორიტეტული პერსონა ალექსანდრე დუბიჩავა მას ამ დუბილით ხელისუფლების წინააღმდეგ გალაშქრებაში დაადანაშაულებს. ჩვენ აღნიშნეთ კაკაბაძეზე, რომ შემოქმედებითაც ის არაფერს აკეთებს, მისი რეპლიკა, რომ სიცოცხლის მიერ მოხსენებს სურათ, ეს სტენოგრაფიული ჩანაწერები, რომელზეც ბევრმა მკვლევარმა იმუშავა, თუმცა ესე გამოქვეყნებული ეს ნაწილები მე თითქმის არც არ შემოხვედრია, თუმცა ამ სტენოგრაფიულ ან ფორმალიზმთან ბრძოლის პრობლემებზე მხოლოდ 30-იანი შრომები 40-იანებშიც იყო, ნინო ჭიჭარაუს აქვს სტატია და იქ ეს ფაქტობრივი მასალა არის მოტანილი და მოხმობილი.
აი იქ როდესაც ამოცნობი მას 3 დღის განმავლობაში სდებენ კრალს და 3 დღის განმავლობაში ჯიუტავს ხოლმე რომ იმართლოს თავი პასუხი გასცეს ძალიან მძიმე საკითხავი ტექსტებია ყველაფერთან ერთად და თან იმ დროს ძალიან ახალგაზრდა სხვა ავტორები რომლებიც მე ქართული ხელოვნების ისტორიაში რჩებიან და რჩებიან საკმაოდ ისე სუპერ და ის არის რეპლიკა ერთადერთი არის ადგილიდან ანუ ერთ-ერთი ბრალდების დროს თვითონ ამბობს ადგილიდან 20 წელს მერე დაგიხატავ სურათსო და აი ამ რეპლიკისთვის სწორს ეხლა ალექსანდრე დუჩავა მას პასუხს და ამბობს რომ აი ეს დუმი დაადანაშაულ ჩვენ სად არის რეპლიკა რომ ის 20 წლის მერე მოუწევს სურათს ეს არის პროტესტი ყველა ნორმის წინააღმდეგ რის მიხედვითაც ვითარდება საბჭოთა ხელისუფლება ამხანაგი კაკაბაძე სამწუხაროდ არ გამოვიდა საკუთარი შემოქმედებითი გზის უქმედრი კრიტიკი. მან არაცნა რატომ დულს ამდენი წერია. საჭიროა ეტიუდების ხატვა, რომ ახალი რეალური ფორმები შეიქმნას ფერწერისთვის, მაგრამ თქვენ მხოლოდ იმითო დავაკავთ, რომ ხატობ, თქვენ არ შექმნით სურათებს, რომელიც თქვენ შემოქმედებით რეაბილიტაციას მოახდენს, არა და თქვენ ეს შეჭირდებათ, არაფერი გამოვა. კაკაბაძეში შემოქმედების ეს მონაკვეთი ოდნავ უფრო ადრე არის 28 წელს თბილისში სასტუმრო კომპლექსში პარიზიდან ახალდაბნეული ხალხის მიერ მოწყობილი საანგარიშო გამოფენით დაიწყო. ამ გამოფენასთან დაკავშირებით ასევე მრავლად არის ინფორმაცია და ამიტომ მე ამაზე ცვლად აღარ შევჩერდები. უბრალოდ ერთადერთი რასაც აღნიშნავ ის არის რომ ამ გამოფენის ნახვის შემდეგ ქართულმა კრიტიკამ ვერ მოიფიქრა რა უნდა მიესადაგებინა კაკაბაძის ნამუშევრებისთვის და ყველაზე უფრო ისეთი ლოგიკური ჯერ ესეთი დაიგვიანა კრიტიკამ და ამაზე წერენ რომ ისე გულჩარევაძეებს რომ ის არის დაიგვინაო ქართველი ავტორია და ამიტომ კაკაბაძე კი არა ისინი ვისაც უნდა დაეწერა რეცენზია დაიგვინენო და ამიტომ დააგვიანესო მასზეო რეაქციაო და ბოლოს თითქოს რა ვიცი რაღაც ისეთი ოპტიმალური გამოსავალი მოუძებნეს რომ წარმოებაში რომ გადავიდესო ის რასაც ის აკეთებსო ან ესეთ რაღაცა წარმოებაში რომ დავუშვათ. თუმცა ეს პროცესი რეალურად აქედან ამის მერია, როგორც ჩანს იმდენად დიდია ეს გაუგებრების ეფექტი, რომ თვითონაც აღარ ხატავს ამ რეაქციების მერე და იწყება ეს ეგრეთ წოდებული დუმითის პერიოდი ტოპის შემოქმედებაში. არის პარალელურად ის იწყებს აქტიურად მცდელობას გაერკვეს მხატვრული აზროვნების იმ მოდელში, რომელსაც ბოლშევიკური ხელისუფლება ხელოვნებად მიიჩნევს. ის თავიდან ხდება ქართულ მხატვართა კავშირის წევრი, რომელთა ინიციატივას მოეწყო კიდევ ეს გამოფენა თანამშრომლობს სარმასთან, რომელიც პრაქტიკულად რევოლუციის მხატვართა ასოციაციის რევმასის ფილიალია, ამასთან პარიზიდან დაბრუნებისთანავე ხდება ქართული მემარცხენეობის ჯგუფის წევრი და ფიგურირებს ჟურნალ მემარცხენეობაში, რომლის რედაქტორიც არის სიმონ ჩიქოვანი და იმ შეკრებაზე ამისთვისაც მოსწოვენ პასუხს, რომ უკვე გასაჩვენებული ამ დროს საქართველოს 29 წელია მემარცხენეობა უბრალოდ გამოვიდა მაგრამ ამისთვისაც მოსწოვენ პასუხს, რომ იქ რატო ითანამშრომლობ. როგორც ქართული მოდერნიზმი, ასევე ზოგადად სახელმწიფო სივრცეში მიმდინარე მხატვრული აზროვნების თავისთავად ლოგიკაზე დაფუძნებული ყველა პროცესი თელს საბჭოთა კავშირში ერთიანი დირექტივით ნატურალიზმისა და ფორმალიზმის წინააღმდეგ წამოსწორებულ კამპანიას ემსხვერპლა. 1930-იანი წლების უნიფიცირების კულტურის სტრატეგიამ მოითხოვა შემოქმედებითი ინდივიდუალიზმის, ისევე როგორც აღმქმელის პიროვნული მახასიათებლების სრული ნიველირება. შედეგი იყო არაკრიტიკული მსოფლმხედველობა და შაბლონირებულ ტირაჟირებული სიუჟეტები თუ გამოსახულებები. უკვე დასრულებული იყო ძალადობა ხელისუფლების მიერ ადამიანის სამყაროსებრივი ხედვის მხატვრული ინტერპრეტაციის ერთ-ერთი ყველაზე ფაქის უკიდურესად პერსონალურ და ფუნდამენტურ შემადგენელზე შემოქმედებითი ხედვის თავისუფლებაზე. იგეგმებოდა სააზროვნო მაგისტრალის სხვადასხვის სხვების მიერ. ამ წარმოუდგენელ აბსურდს ზურგს ძალაუმაგრებდა პროცესი ცალსახაზალადობრივი იყო ბოლშევიზმისეული ახალი ადამიანის შექმნა, უკვე არსებულთა გადაკეთებით იწყებოდა სულის ინჟინერია, რთულ მისიას აკისრებდა პარტიის მეთოდები და ვინც ამ გადაკეთებას არ ემოშირებდა, მას უბრალოდ გამოუსადეგარი გამორჩეული მასალის მსგავსად იცირებდნენ. 1931 წლის იანვარში გაზეთმა „პრავდამ“ დაიწყო სტატიით „ქაოსი მუსიკის ნაცვლად“. ჯერ კიდევ 23 წელს ლიტერატურული გაზეთის სტატიაში გავაძლიერებულ ბრძოლა ფორმალიზმის წინააღმდეგ წერს.
ფორმალიზმი უპირისპირდება სოციალისტური რეალიზმის ხელოვნებას, ვითომ ნოვატორად შენებული ფორმალიზმი ხელოვნებას სინამდვილისგან ასახავს, ანადგურებს მას და მიჯნავს მასებისგან. მარქსისტულ-ლენინური ესთეტიკის მიხედვით ფორმალიზმი შინაარსის იგნორირებას და ხელოვნებაში მხატვრული ფორმის, როგორც ერთადერთი ღირებული შემადგენლის აღიარებას გულისხმობს. ფორმალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ეს არის ბრძოლა სოციალისტური რეალიზმისთვის. ძალიან საინტერესო არის ესეთი ვერბალური კლიშეები. წერდა ლიტერატურული გაზეთი ამბავს. ბრძოლა ფორმალიზმისა და ნატურალიზმის წინააღმდეგ იმავდროულად ნიშნავს ბრძოლას სოციალისტური ხელოვნებისთვის. ამას ამბობს სტალინური რეჟიმის ერთ-ერთი გამორჩეულად დასამსწორებელი ფიგურა სოლომონ მიხუელსი 36 წელს იზმერა თვითონ ემსხვერპლა ამ რეჟიმს. თუ მასალა იცია შეუძლებელი არ გაგახსენდეს ქართული ხელოვნებაში ფორმალიზმის წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილი ზევით უკვე ნახსენების შეკრების დროს, სადაც გამორჩეულად უწევდნენ დავით კაკაბაძეს და ლადო გუდიაშვილს ალექსანდრე დუდუჩავას ფრაზა. მე წამოვაყენებდი ასეთ ლოზუნგს ბრძოლა ლადო გუდიაშვილის წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა გუდიაშვილისთვის. ცხადია, ამჯერად შემსრულების თემა გუდიაშვილის შემოქმედება არ გახავთ, თუმცა მსგავსი მაგალითი, როგორც ნიმუში პროცესის კლიშეების მასშტაბის საშუალებად ვფიქრობ ძალიან საინტერესოა. ვერბალური კლიშეების დონეზეც კი საზრდოობდნენ ამ ცენტრალური ორგანოდან პრავდა, ან პრესა, რომელიც ამ დროს იყო და ეს სამსახურ ყველასთვის ცნობილი იყო, რომ იქ რაც იბეჭდებოდა პრაქტიკულად განმგზავრებოდა. პროლეტარულ ხელოვნებას ფორმალიზმის გარდა ნატურალიზმიც მდროვდა. ის თავისუფლად რეალიზმის ანტიპოდად განიხილებდა, თუმცა თავად საკმაოდ უჭირდა რეალიზმსა და ნატურალიზმის შორის მიჯნის დასაბრა. სხვათა შორის, ამ ტექსტებში ეს ძალიან კარგად ჩანს, რომ იციან როგორი არ უნდა იყოს მხატვრობა, მაგრამ როგორი უნდა იყოს სოციალიზმი, ამის ფორმულირებას ვერ ახდენენ. უპირისპირდებოდნენ ნებისმიერ ევროპულ, როგორც თავად უწოდებდნენ ბურჟუაზიულ ტენდენციას ხელოვნებაში და ფორმალიზმს, ფუნქციონალიზმს, ინჟინერიზმს და ასე შემდეგ უსასრულოდ პროლეტარული ხელოვნების შემოქმედებით მეთოდისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ნებისმიერი მანამდე არსებული ფორმა, მათ შორის რეალიზმის, რომელიც მართალია უპირატეს პოზიციას მოიპოვებს, თუმცა მისი კლასიკური ვერსია ბოლშევიკებისთვის მიუღებელი იქნება ბოლომდე. ეს რაც შეეხება იმას, როგორი არ უნდა ყოფილიყო პროლეტარული ხელოვნება, ხოლო ის როგორი ხელოვნება უნდათ ასული საუკუნის 30-იან წლებში ჯერ ისევ ბუნდოვნა წარმოედგინათ, თუმცა ერთი რამ სულ უფრო მკაფიოდ ინახდებოდა. მისი არსი იდეოლოგიური პროპაგანდა, ფორმა კი ფორმალიზმის, ნატურალიზმისა და გამარჯვებისაგან სრულად დაცლილი გამოსახულება უნდა ყოფილიყო. აქ მის სიმაგრე და ხალხზე მორგებული მკაფიო საზოგადოებრივი პოზიცია. აი ძირითადი კრიტერიუმები, რასაც საბჭოთა მხატვარი, მუსიკოსი თუ ლიტერატორი უნდა მიჰყოლოდა საკუთარ შემოქმედებაში. სოციალიზმი როგორც ერთიანი კულტურული ველის მაორგანიზებელი, უნიკალური მხატვრული ვიზუალური ენა, ის სტატიკური თვითქმარი მოცემულობა იყო, რომლის შეცვლა ინტერპრეტაციის ნებისმიერი ცდელობა სახელმწიფოებრივი საფრთხის შემცველად აღიქმებოდა. ამ პროცესებთან დაკავშირებით ვახტანგ ბერძე იხსენებს თავის მოგონებაში, სავალდებულოდ იყო მიჩნეული ყველგან ადგილებზე აღმოეჩინათ და გამოეშალებინათ ფორმალისტებისა და კოსმოპოლიტების სავალდებულო რაოდენობა. მიუხედავად იმისა, ისინი სინამდვილეში არსებობდნენ თუ არა, იქ უნდა შეესრულებინათ. ამიტომ გასაგებია ამ მხატვრთა კავშირში შეკრებილი ქართველი და არა მხოლოდ ხელოვანები დავით კაკაბაძეს იმ ნამუშევრების შესახებ სწავლდნენ პასუხს, რომ შექმნიდან ყველგან 10 წელი იყო გასული. სხდომის ერთ-ერთი მონაწილე იმასაც აღნიშნავდა, დავით კაკაბაძე ქართულ ფორმალისტებს შორის ყველაზე საშიშია, ის ყველაზე გამოცდილი ფორმალისტია თეორიაშიც და პრაქტიკაშიც, რუბენ თავაძეა ეს. მომხსენებელს საკუთარი მოსაზრების არგუმენტაციისთვის თავად დავით კაკაბაძის მიერ საკუთარ გამოფენაზე წლების წინათ ამ ფრაზა მოაქვს. ხელოვნებაში ფორმა უმთავრესია. ამ დამოკიდებულების განმაპირობებლად კი კანტის ფილოსოფია სახელდება, რომლის ცოდნაც ასევე ბრალდების ტონალობაში მიემართება მოდერნისტ მხატვრს. მოხმობილი იყო კიდევ ერთი თეორიული საფუძველი, გერმანელი ხელოვნებათმცოდნის გერფლინის ნაშრომები. ანუ აქ შეცდომა დაშვებული, როგორც ჩასწენograph მერე ყველგან ამ შეცდომით ვეჭრავს რა, გერფლინი იგულისხმება რა თქმა უნდა. ეს არის ესეთი ცალკე ალბათ მიშეულის არის რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს, მე არ შევჩერდები რეგლამენტის გამომავაზე. უბრალოდ ვიტყვი, რომ გერფლინის ნაშრომიდან წინადადება არის შუაზე გაყოფილი და ნაწილი არის ამოღებული კონტექსტის გარეშე. გერფლინი ფორმაზე დგას და ამაზე არ ამიტავს. ოღონდ იმის გამო, რომ იქ რაღაც ერთგვარ ამიტომ ამ სათანადო წინადადება ვერ მოძებნეს მის ნაშრომში და რაღაც წინადადებას ამოაცხადეს ნაწილი და ნამუშევრში სქემებია მთავარიო და ამ დროს ის აღქმის სქემებზე შეეძლო და აი მხოლოდ ამ პირველი ნაწილის მიხედვით კიდევ
კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს, რომ გადაიწერა ჟურნალისტები, რატომ იმიტომ რომ ბერლინის ნაშრომების მიხედვითაც კი ხელმძღვანელობს. ეხლა საკუთრივ რიოჰესის სერიის შესახებ. 1923 წელში პარიზში ყოფნისას ხელოვნების შესახებ დაწერილ წერილში დავით კაკაბაძე აღნიშნავს. დღევანდელი ცხოვრების გარემო ციტატაზე განსხვავდება წარსულისა. ახლა მეცნიერება უდიდესი ადგილი უჭირავს ცხოვრებაში და მაშინ ისე მეცნიერების შედეგი უმთავრესი ძაღლია დღევანდელი ცხოვრებისა. მანქანა გამოსახავს მთელი ჩვენი არსებობის ხასიათს, ქიმიის დაზიანება, პოლარის გაუმჯობესება, მოხდა საშუალება მანქანების და მოტორების გაკეთების. დღევანდელი საშენი მასალა უმთავრესად რკინა და ბეტონია. თანამედროვე დროის უმაღლესი მიღწევა ელექტრონის საშუალებით სიგნალებს ვერც კი გუძნობს. უმავთულო ტელეგრაფის უმაღლესმა განვითარებამ გადაბახა ადამიანის განკერძოებული ცხოვრების ყოველივე საზღვარი და დაამკვიდრა უნივერსალობა. ადვილი მისაღებია ჰიდროელექტროსადგური ყოველგვარი ბოლშევიკური კონცეფციის გარეშე მისიძველი თემა იყო დავით კაკაბაძისთვის. ამ თვალსაზრისით ეს მაშინისგან მასში ძალიან ბევრი ციტატა შეიძლება მისი ნაშრომებიდან იქნეს მოყოლებული. იმის საილუსტრაციო თუ რამდენად ხილობდა ეს თემა მთლიანად მოდერნისტულ სამყაროს უამრავი მაგალითის მოტანა შესაძლებელი, მაგრამ ვფიქრობ ამჯერად ფუტურისტების მანიფესტის იხმარებს, როგორც მანიფესტის ავტორები გამოქვეყნებული 1909-ში, ასევე 10-ში მხატვარი ფუტურისტების მანიფესტი, რომლის ავტორი ბოჩენია, სადაც მუდმივად ელექტრონზე, ელექტრონართურაზე საუბარი და ის კი არა და ელექტრონართურის განცდები გაიგივებულია ადამიანის სულიერ განცდებთან და ასე შემდეგ. თუ კაკაბაძეს დაუბრუნდებით, სტადია შეიძლება იმის დაშვებაც კი, რომ მსგავსი თემით მისი და რეჟიმის ინტერესთან თანხმდაც მოხდებოდა. თუმცა მხოლოდ ფორმალურ თემატურ დონეზე, რაც შეეხება შინაარსობრივ და ფორმის მიერ ინტერპრეტაციას, ინტერესთა ვექტორები მკვეთრად სხვაობრივია. ბოლშევიკების დამოკიდებულების საილუსტრაციო მათი უპირველესი ლიდერის ლენინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზაც იგმარებს. კომუნიზმი ეს არის საბჭოთა ხელისუფლებას დამატებული მთელი ქვეყნის ელექტროფიკაცია. სადაც ცალსახაა, რომ ელექტროფიკაცია არა სამეცნიერო პროგრესის ან ცივილიზაციის ნაწილი, არამედ იდეოლოგიის შემადგენელ დამაძლიერებელია მხოლოდ. ეს რაც შეეხება ამ ნამუშევრების კონცეფციას, იმას როგორ ხედავს აფრიკას მასკარაზე და როგორ ხედავს აფრიკას მასკარშევიკული ხელისუფლება. ახალი ფორმის მახასიათებლების შესახებ. ქართველი მხატვრების ფორმალიზმში მხილების მიზნით მოწყობილ შეხვედრაზე კონკრეტულად რიოჰესის სერიის ნამუშევრების წინააღმდეგ ორი მთავარი ბრალდება შევიდა. კომპოზიციაში მშრომელი ადამიანების არარსებობა, ერთი წუთი ეს მოგონია კარგია. ესე იგი, არის ადამიანების არარსებობა და პეიზაჟში დაუნაწევრებელი კოლექტივის მფლობელობაში მყოფი ერთიანი მიწის ნაკვეთის ნაცვლად ისევ განსხვავებულად დაფერილი სხვადასხვა ფორმის არაებად დაშლილ გამთლიანებული გარემოს ზედაპირებით კონსტრუირებული პეიზაჟების გამო. ორივე მიზეზი წმინდა იდეოლოგიურია და ეპოქის გათვალისწინებით უკიდურესად საშიში, თუმცა ორივე კონცეფციას მეტად მიემართება ვიდრე ფორმას. თუ ამ სერიას მხატვრის შემოქმედების ქრონოლოგიური თანმიმდევრობის რიგში გამეთვალოთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ის თავსდება პარიზში ყოფნისას 27 წელს შესრულებულ ინდუსტრიასა და 34 წელს შექმნილ იმერეთის პეიზაჟების ახალ ციკლს შორის. ეხლა ინდუსტრიაზე გადავიდეთ, რომელიც ცხადია იცით და იმერეთის პეიზაჟები. ეს ხაზი დავით კაკაბაძის შემოქმედებაში 1944 წელს ფერწერული გიორგი წითელი გადასრულდა. როგორც ვახტანგ-ფერიძე, ასევე გაიანე აკრებაშვილი თავის მონოგრაფიაში აღნიშნავენ, რომ 27 წელს პარიზში ყოფნისას შექმნილ ბოლო ნამუშევარს ინდუსტრიასა და რიოჰესის სერიას შორის სრულიად ლოგიკური და თავისთავადი ბმის ხაზი იკვეთება. მართლაც იმერული პეიზაჟის ფონზე არსებული გიგანტური ინდუსტრიული ჩანახი უშუალოდ არააგრესიული კონტრასტით თან არსებობს კაკაბაძის ორგანულ გარემოში. ეს მხატვრის კონცეფციათაგან ერთ-ერთი უმთავრესია იდეა, რომელიც მის კოლაჟებში მუდმივად ფიგურირებს ორგანული გარემოს სიმბოლიზებული პირობითი გამოსახულების და ყოფითად ხელგმნილი ელემენტის მხატვრული გადააზრება სინქრონიზაციის პრობლემა, რომელსაც მოკავშირებდა ადამიანი ხავს, ადამიანი როგორც ავტორი და ადამიანი როგორც სამიზნე ორიენტირი. და ეს არის დამოკიდებულება, რომელსაც ევროპულ მოდერნიზმში ასევე სინონიმური პარალელები ეძებნება და მხოლოდ დადაისტების დასახელება თქვა ამ თვალსაზრისით რატოს. ანალოგიურად სიმბოლური პეიზაჟის ფონზე ამჯერად ნაშენები ჰიდროელექტროსადგურის ბეტონის ნაგრობას.
მისი რთულად რიტმულად დაცელილი სიმეტრიული ინფრასტრუქტურა, სხვადასხვა რაკურსით დანახული ობიექტი და ახლოდაშორი კადრები მოვლენის მსგავსად მოხილვის სპეციფიკაში კალაბაძის მთელი მოდერნისტული სააზროვნო პლასტი იშლება, დაწყებული ობიექტის იდეური მოძრაობის პრობლემით და დასრულებული საკუთრივ ჰესის დეტალიზაციიდან განზოგადებულ მინიმალისტურ ვიზუალურად სრულად დაწერილ ფორმას იმბოლომდე. როცა პარალელი ინდუსტრიასთან ყველაზე თვალსაჩინო ხდება კიდეც. აქ ვფიქრობ საინტერესოდ შემოდის ეროვნული მახასიათებლის საკითხიც. თავად მხატვარი წერს, რა ნაწარმოებია ის თუ ფორმა არ უართა. ამ გარემოებაში ჩვენმა მხატვრობამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს. აქ ხელს შეგვიწყობს თანამედროვე მხატვრული მონაპოვარი, სადაც ფორმამ საუცხოო სახე მიიღო. სეზარმა, ბრაკმა და პიკასომ ამ მხრივ ბევრი რამ მოუხსა. ჩვენი ბუნების სახე ფორმის სიმარტივეშია. აქ ქართულს გულისხმობს უკვე. მარტივი ფორმა დამახასიათებელია ჩვენი წარსულის მხატვრობისა და ხუროთმოძღვრებისთვის. თუ ამ განმარტებას გავყოვით ის, რომ გამოსახულება კაკაბაძისეული იმერული პეიზაჟის ფონზია ნაჩვენები, ეს მხოლოდ ერთი შედარებით ადვილად მოხილვადი მახასიათებელია იმ ფაქტორებს შორის, რასაც მის ნამუშევრებში ეროვნული ხაზი შემოაქვს. ფორმის სიმარტივე კი რაც მსოფლმხედველობრივი ნაწილი უფრო ვიდრე მხატვრული, უკვე ის მოცემულობა, რომლის საკითხვა ამოცნობა ფიროსმანის გავლით შუა საუკუნეების ქართული ხელოვნებისკენაა მიმართული. თუ კაკაბაძისეული მარტივი ფორმის ლოგიკას გავაგრძელებთ, ადვილი მისახვედრია, რომ მსგავსად ინტერპრეტირებული ეროვნული მახასიათებელი მკაფიოდ იკითხება როგორც ინდუსტრიაში, ასევე რიოხეში და კაკაბაძისეულ კოლაჟებშიც კი. ანუ აქ არ არის იმ მახასიათებელზე საუბარი, რომელიც ესე კონკრეტულად ზედაპირულად ვიზუალური ნიშნით შეიძლება ამოსაცნობი იყოს ადვილად. მისი ტექსტებიდან გამომდინარე ძალიან კონცეფცია კომპოზიციის აქტივისტი და რაც უფრო მარტივია ის მით უფრო ორგანულია ქართული ბუნებისთვის. შესაბამისად, რიოხესის სამსახურო ნამუშევრებში ვიხილიანდება მოდერნისტული ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ბრჭყალებში პრობლემა ელექტრონი, როგორც სიმბოლო და საშუალება ცივილიზაციის წინსვლის, თანადროული მხატვრული გამოსახულებითი ფორმა, კონსტრუქტივისტული პრიმატი და ფუძის მიერ შემკვრელი ეროვნულ ქართულ სააზროვნო სისტემის სახე. კაკაბაძის რიოხესის ყველა ვერსია თანადროული ქართული მოდერნიზმის, რომელიც იმ დროისთვის პრაქტიკულად უკვე ძალიან მძიმე დღეშია, მკაფიო მაგალითებია. აქ არაფერია ზედმეტი, ხელოვანი აბსოლუტურად არცჭირობს, თუნდაც რაიმე ფორმით ანგარიში გაუწიოს მხატვრული ხერხების და მეთოდების უნიფიკაციაზე ორიენტირებული ოფიციოზის მოთხოვნებს. მას საკუთარი საქმეები და მოსათმოს მისადაგებული მკაფიო ინდივიდუალური გამორჩეული ფორმა აქვს. ამ ხაზის ლოგიკური გაგრძელება უკვე 34 წლით დათარიღებული იმერეთის პეიზაჟების, სადაც ავტორი კვლავინდებურად ერთგული რჩება მისეული მხატვრული ენის. ის საილუსტრაციოდ კი თუ რამდენად ითვალისწინებს მხატვარი 36 წელს გამართულ ზემოხსენებულ სტომაზე მისი მიმართულებით გაშარებულ მოსაზრებებს, საკმარისი იქნება თუნდაც მხოლოდ ერთი ნამუშევრის დასახელება, ეს არის მიტინგი იმერეთში, რომელიც 42 წელს არის შესრულებული. ანუ აბსოლუტურად უცვლელი დახარა ამ ფონზე ამდენი ეჭირავე უთხრესორი დანაწევრებული ბოლშევიკური ჩვენოუგაეთიანი მიწაყვა რაღაცა აბსოლუტურად ყველა შემდგომ ნამუშევრში ტოვებს ამ პეიზაჟურ მოცემულობას. სადაც ყველაზე პარტიულ სიუჟეტს ფონს უკლავად იმერეთის კაკაბაძისეული ჩვეული პეიზაჟი უქმნის. სწორედ იმ პრინციპით აწყობილი, ასე მიუღებელი რომ იყო სოციალისტური რეალიზმის მეხუთვეთათვის. უფრო მეტიც, როცა იცი რა გამოცდილება დგას თითოეული ამ ნამუშევრის უკან, დღევანდელი გადასახედიდან უჩვეულოდ იცვლება მათი ინტერპრეტაციის რაკურსი. აქ ადამიანები არ ჩანს მშობლიური მხარის სიმბოლოდ ქცეულ ყოვლის მომცველ იმერეთის პეიზაჟზე მიმაგრებული ლენინის გამოსახულება კი იმავე ასოციაციას ვადებს, რასაც სინამონელის თავის წითელი მთესვერები, გნებავთ მისივე წითელი მხედრები, ასევე მალეჩის წითელი მხედრები და იცით მაია ციციშვილის სტატია ამასთან დაკავშირებით და ბოლოს ისევ კაკაბაძის წითელი მთა. შესაძლოა ვინმე ვიფიქროს ცოტახნით ადრე მას ყვითელი მთაც აქვს დახატული, ეს მხოლოდ მისი როგორც ხოლორისტის დილოსტატის შემოქმედებით იძიება და სხვა არაფერი. თუმცა ის რომ ეს ნამუშევარი იმერეთის სერიის ბოლო ნამუშევარია და ის 44 წელს უკავშირდება, როცა იწყება ფორმალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მეორე ტალღა, ვფიქრობ შესაძლოა არ იყოს შემთხვევითი და ნამუშევრის ერთ-ერთი ყველაზე ფერწერული დასახელება იმავდროულად კონცეფციისთვის უმთავრეს მანიშნებელსაც იძლეოდეს. მოალისეებ რადადვირთვას აძლევდა თავად ნამუშევრის სათავეს. ციტატა: უნდა ვავიაროთ, რომ სურათის სახელს აქვს თავისი ფასი.
სურათის სახელში უნდა მოჩანდეს მისი შემადგენლობა, რადგან სურათის რკალი მისი სახელით იჭერება. თუმცა ცხადია, ეს ყოველი უკრეფლების სხვა თემაა და არის შემდგომი მსჯელობის ძირითადი თემა. ერთი კი ცხადია, თავისი შემოქმედების არც ერთხელ იმის მიუხედავად, რადგან საწყატავდა დავით კაკაბაძეს საკუთარი შემოქმედებითი ხედვის ორიენტირი არცად არ შეუძლია. იმის აილუსტრაციოდ კი თუ რატომ იყო იუგესის თემაზე შექმნილი კაკაბაძისეული ნამუშევრები საბჭოთა ესთეტიკისთვის მიუღებელი, ვფიქრობ, ხანგრძლივი მსჯელობა არ არის და საკმარისია იმ ნამუშევრების დასახელება, რაც საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მესურთ მოსწონდათ. ეს მოდათ და არ აშინებდათ. ასეთია ილია მაშკოვის, აქეთ სარიანი არ გულისხმება ამაში. სარიანი მოტანილია მხოლოდ როგორც მსგავს თემაზე კიდევ ერთი მოდერნისტის რეგიონის თუ გავითვალისწინებთ ნამუშევრები და ის მაშკოვია ისევ და ის ქვედა ილია მაშკოვის ნამუშევრები 27 წელს შესრულებული ზაჰისის სამსახური ფერწერული ტილოები შექმნილი კონკრეტული შემოქმედებითი დაკვეთის ვარგლებში. ფორმის მიერი კონტრასტი იმდენად დიდია, რომ არ მისმაზე დამატებით ყურადღების გამოყენება კონცეფციები მხოლოდ პროპაგანდას ისახავს მისგან. ეხლა მასწავლებელი მაინცლევა შეუშველი წერს დავით კაკაბაძის ეგონა რომ შეძლებდა შეედგებინა შეურიგებელიო 27 წელს დაწერილ ინდუსტრიასთან დაკავშირებით ამბობს ამას. აქ შეუშველი მხატვრულ გამოსახულობითობას გულისხმობს კითხავს მხოლოდ არ ვიცი, თუმცა ტექსტის მიხედვით ესეა, მაგრამ შესაძლოა ის რაღაც სხვასაც გულისხმობდეს. მაგრამ მე ჩემის მხრივ ამ ფორმულირებას ოდნავ სხვა პლანში გადავიმანდა, ვიტყვი რომ კაკაბაძის მხატვრულ სააზროვნო მასშტაბმა დაძლია იმას, რასაც თავად როგორც ადამიანი უსწორებლა. მან შექმნა ნამუშევრები, სადაც მხატვრულმა ამოცანამ რეჟიმის ინტერესების სრულად გადაფარა. და ბოლოს ჟურნალ მემარცხენეობაში დაწერილ თავის სტატიაში დავით კაკაბაძის შესახებ შალვა ალხაზიშვილი მას მოყავს ალპერლესის ციტატა მართალია მხატვრობის უკანასკნელი პუნქტი იმაში მდგომარეობს რომ დაიმორჩილოს მასა ან კაკაბაძესთან მიმართებით წერს ამას და ამიტომ ვფიქრობ რომ საინტერესოა მაგრამ არა მასის ენაზე უნდა მიმართავდეს მას მხატვარი არამედ თავის საკუთარ ენაზე რომ ააღელოს დაიმორჩილოს და წინ გაუწვეს მას ამიტომ ვფიქრობ რომ ჯამში რაღაც ეს გამომთლიანობაში ყველა შემადგენელი იქნება ეს ეროვნული მახასიათებელი იმაზე ლოკარაკობდა არაკმოდა იმასე იქნება ეს ეროვნული მახასიათებელი მოდერნისტული ხაზი რომელიც ძალიან კაფეო და აშკარაა რომ კონსტრუქტივიზმის სულ ახალი ტენდენციაა და მით უფრო პარიზიდან ახლად დაბრუნების მერე ეს ხაზი და ინდუსტრია ძალიან კარგად ათვალსაჩინოებს ხო ნამუშევარი ეს ძალიან კაფეოა და კონცეფცია ნამუშევრის ხო მთავარი რაც შეიძლება დარჩენილიყო რომ ყოფილიყო თქვა ისე ბოლშევიკური პროპაგანდის ნაწილი ხო კონცეფცია ანუ ელექტროფიკაცია და ელექტრონატურა რომელსაც ხუთას ასხობს ლანცნატოვარი მოდელიზმი ამიტომ დამოკიდებულების თვალსაზრისით არ შემთხვევით არ არის და არ მოგვეპარათ ეს ის ხომაზე სადაც მიმოხესთანაც პრობლემები ჰქონდათ თუმცა ძალიან უსუსურები არიან პრობლემაში და მხოლოდ იმ ორ ფუნქციაზე დავიდნენ რომ ადამიანი არ ფიგურირებს და ყოველდღიურობამთლიანი არის აკრატო დანაწევრებული მაგრამ ამის მიუხედავად აი ეს შინაგანად იგრძნეს რომ ეს ნამუშევარი არ არის მათი პროპაგანდის ნაწილი ამ ნაწილში ისინი არ შეცდნენ ეს იყო დიდი მადლობა